სტუდია სპექტრი ორ ბლოკიანი იქნება. პირველ ბლოკში ფორუმელი თემურ მაისურაძე, ცნობილი გამომგონებელი და მე თუ გითხართ საინტერესო და ფრიად საინტერესო ადამიანი გახლავთ. თუ კი ვინმე ქართულ ოცნებაში პირველმა დაიწყო ხმაური და ესე ვთქვათ, პრობლემებზე ხმამაღალი შეძახილები, სწორედ თემური იყო და მახარებს თემურ გულწრფელად გეუბნები, რომ ჩემი სტუმარი ხარ, ბარეგავ დავანონსებ ხალხს, ბატონი ჯუმბერ ფანჩულიძე გვეყოლება, პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი და ალბათ გეცოდინებათ პირველი აგვისტოდან, ესე ვთქვათ, მიწის კადასტრი იწყება და ამ თემებზე გვექნება საუბარი. თემურ მართლა მაინტერესებს, ახლა აი მე და შენ რამდენჯერ გვისაუბრია და ის ყოველთვის მოწოდებული იყავი, რომ როგორმე სამუშაო ადგილები გაჩენილი იყო და 1000 ნოვატორული იდეა ქონდა და პროექტები და მე მაინტერესებს შენ ახლა რა ვიცი, აი თემქის 19 ოლქიდან იყრიკა ეს ფორუმელების სახელით და აი იქედან დანახული საქართველოს როგორია ახლა მე აი დათქონული ვარ ხა ეს NDA სულ არ მაინტერესებს და არც რესპუბლიკური პარტია ფაქტი არის მართლა ესე არის რომ აი მესამედი არის დასაქმებული საქართველოში. ეს თემქა ახლა შენ სადაც იყრიკეს თავის დროზე ეს თემქა იყო გაშენებული როგორც სამრეწველო ესე ვთქვათ საწარმოებში მომუშავე თავის. უმუშევრობა იქ უფრო მეტია ვიდრე სანამ გდანში, მუხიაში, საერთოდ ტოტალური უმუშევრობა. აი ამ გამოწვევებს აი ფორუმი როგორ უპასუხებდა შენ რადგან მაჟორიტარად ეხრეკეს აი რას დაპირდები და რა ინიციატივებით გამოდიხარ და მე ეს ვაჭრობ მაინტერესებდა ძალიან ბევრს ზოგი 500 ლარს პირდება მინიმალურ სამუშაო დღეს ზოგი პრენსიას პირდება ასტრონომიურს და დასაქმებაზე არავის არეზერვა ყველა პირდება დასაქმებას კონკრეტიკაზე არავინ არ საუბრობს გაქვთ კონკრეტიკა გაგაჩნიათ გეკმები მოდი ამ თემებზე ვისაუბროთ დიდი მადლობა მინდა მივესალმო ტელემაყურებელს რა თქმა უნდა გამოწვევა ძლიერია ახლა პოლიტიკური პარტიების მიდგომაც გასაგებია რომ ახლა რაღაცას უნდა შეპირდე პირველი რიც მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყე იმით რომ ახლა ვიღაცა 300 ლარს მისცემს ვიღაცა 350 ვიღაცა ეთქვის 400 და 500 კრედიტები და მინდა უთხრა რომ ძალიან ვთხოვ მოსახლეობას ეს არ დაიჯეროს ეგ რომ გააკეთოს კიდეც ვიღაცა ბიუჯეტი არ ეყოლა. ბიუჯეტიც რო ეყოს, თქოიც როგორ ინფლაცია მოყვება ამას და მე ის 300 და ის 500 ლარი იგივე ყიდვის უნარიანი იქნება რაც ახლა არის. ჩვენ ამით გამოვიწევთ ძალიან სერიოზულ პრობლემებს. რეალურად საქართველოში აი ესეთი პრობლემაა, რომ ესე იგი დასაქმებულთა რაოდენობა 1.5 ორჯერ მეტი თუ არ იქნა, ვიდრე პენსიონერთა რაოდენობა რეალურად იმისი რეფორმა რომ ჩვენ პენსიებს გავზდით, მივცემთ სტაჟისა და დამსახურების მიხედვით და ეს არის ყველაფერი სუფთა პოპულიზმი. მე მინდა მე არასოდეს არ მომიტყუები აურჩევ პირდაპირ შემიძლია თვალებს შევხედოთ, მთელი ცხოვრება ისე მაგავლი რომ არ მიკადრია ან სავარძლის რაღაცის გულიშვის უბრალოდ მინდა ყველა მიცოდეს რომ ეს ყველაფერი არასწორია. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არა ის რომ ერთი ოჯახში ერთი პენსიონერის პენსიას შეყურებდეს ოჯახის 5 დასრული ადამიანი, არამედ 5-ვე მომუშავე ოჯახის წევრს ყავდეს ერთი პენსიონერი, რომელსაც ნამდვილად მაინც ყავდეს ერთი პენსიონერი. მინიმუმ ორსაც მაგალითის ვამბობ, რა თქმა უნდა. ორს რომ ყავდეს ერთი პენსიონერი, მაშინ გადარჩება ქვეყანა. კი, ჯერ ეს ერთი რომ მივის პენსიას არავინ არ შეყურებს. მეორე რომ ოჯახი მთლიანად რეალიზებულია. მესამე რომ იმას მართლა შეიძლება მე სტაჟისა და დამსახურების მიხედვით მიიღოს პენსია და საპენსიო რეფორმა, რეალური რეფორმა შესაძლებელი იქნება მაშინ. ეხლა ეს არის უბრალოდ ზღაპარი. როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები, როგორ უშველოთ გადატვირთულ თბილისს. თბილისში კონკურენცია არის ძალიან დიდი სამუშაოს პოვნის თვალსაზრისით ვამბობ, თორემ რეალურად როგორი კონკურენცია ყველამ კარგად ვიცით. ამავე დროს გვაქვს აბსოლუტურად დაცლილი საქართველო. მოდით პატარა ციფრებს მოვიდეთ. კი ბატონო. ესე იგი 1990 წლის აღწერის შედეგად და 2014 აღწერის შედეგად გამოირკვა ერთი რამე, რომ 1.700.000 მოქალაქე საქართველოდან გავიდა. კი. 1.100.000 მოსახლე იყო თბილისში დაახლოებით და ეხლა არის რეალურად 1.5 ესე იგი თემურ ამდენი ნამდვილად არ იქნება. როგორ? არ იქნება 1.100.000-ს არ იქნება ეხლა აქ. ეს გაზვიადებულია რომ 1.5 იქნება. 1.100.000 სტატისტიკამ დაამტკიცა რომ არის, მაგრამ გაცილებით მეტი ადამიანი დადის თბილისში, საქმიანობს თბილისში. ანუ თბილისში მოძრაობს რაიონებიდან ის მოდის და თბილისში დაახლოებით მოძრაობს 1.5 ადამიანი. ის კი არის ის აქ ცხოვრობს. ჩამოდის რაღაც საქმიანობს, მე ისე მიდის. ყოველ დღე რაიონებიდან ხალხი უბრალოდ რამის შესაძენათაც თბილისში ჩამოდის. აბსოლუტურად სწორია. შესაძენათაც პროდუქტების და ამავე, იმიტომ რომ საკუთარ მაღაზიაში
ანუ რეალურად ლილოდან გააქვთ ყველაფერი ხო? რეალურად გვაქვს ესეთი სურათი, რომ თუ ერთნაირი საგადასახადო სისტემაა საქართველოში, ხო? ადამიანი მიისწრაფის იქ, სადაც უფრო ადვილია ბიზნესის კეთება. ახლა თბილისში საქმის კეთება იმიტომ არის გაცილებით ადვილი, რომ კონცენტრირებული ბაზარია, კომფორტი გაცილებით მეტია, რაღაცის შოვნა უფრო მარტივია და ყველა საქმის საკეთებელი გარემოებები თბილისში არის გაცილებით უკეთესი. ეხლა წარმოვიდგინეთ, რომ მაგალითად ვთქვათ 27% საგადასახადო ტვირთის პირობებში. თბილისში ადამიანის საქმის კეთება და ჩხოროწყუში ერთნაირ პირობებში როგორ არიან? ამიტომ არის რომ სადაც ყველაზე რთული იყო, იქ მოსახლეობა სულ დაიცალა, სადაც უფრო ნაკლები მოსახლეობის 20% შემოგრჩა და ასე შემდეგ. ამიტომ თბილისში დავტოვოთ ის საგადასახადო ზონა, რომელიც გვაქვს და უკუპროპორციულად, აი რამდენითაც დაიცალა, იმდენით უფრო შემავციროთ საგადასახადო ტვირთი რეგიონებში. ეს გამოიწვევს თბილისიდან ამ თავკომბალო კომპანიების გასვლას. თბილისში გაჩნდებიან კომპანიები, რომლებიც ადმინისტრაციულ ქალაქთან არის დაკავშირებული, გაჩნდება მხოლოდ და მხოლოდ მცირე საწერო საშუალო საწარმოები, რომლებიც თბილისის რეალობისკენ იქნება ინტეგრირებული და მერწმუნდათ ეს მოსახლეობა, რომელიც ახლა აქაა ჩამოსული, უბრალოდ იმისთვის, რომ იქნება ლუკმაპური იშოვოს, რასაც სოფელში ვერ შოვებს, აუცილებლად გავა, იმიტომ რომ მოხდება 1, 2, 3, 5%-იან საგადასახადო ზონაში და ასე შემდეგ. გამოვა რომ განათლებაც და ცოდნაც გავა რეგიონში. რატო უნდა მაინც და მაინც სოფლის მეურნეობა აირჩიოს ახალგაზრდა, რომელიც მაგალითად დაიბადა რომელიღაც უწერაში. იქნება კაცი IT ინჟინერია, მაგრამ როდესაც იქ ნიკორა ჩავა, როდესაც იქ ლუდის ქარხანა ჩავა, მისთვის უკვე საქართველოში ჩამოვიდეს ნებისმიერი სპეციალისტი. აი თემო გენიალური ხედვა გაქვს, გლობალურად საქართველოს პრობლემატიკის მოგვარების სქემაზე საუბრობ, მაგრამ აი ხა შენ ხარ თემკიდან, თემკელი წავა იქ უწერაში, ან სადმე, აი თავად თემკელებს რა ეკნებათ გამოსავალი ამ დროს. ახლა ვაგეთყვით რაც შეეხება თვითონ თემკას. თემკის და საერთოდ ქალაქის დასახლებას, ისე მაგალითად ელმალშენებელი ქარხანა იყო ვიცით, მაგრამ ელმალშენებელი ქარხანა დღეს არის არაკონკურენტული. ამავე დროს დიდი წარმოებების შელებოდა მაგის გადაკეთება და ამუშავება რა. კი რა თქმა უნდა შეიძლებოდა და ეხლაც შეიძლება. ეხლაც შეიძლება რა. იმიტომ რომ იქ სხვა რაღაცეებია გასაკეთებელი, აბსოლუტურად თქვენიც რომ მე ელმალშენებელი ქარხანა ჯერ კიდე ადრე მქონდა უამრავი დაკვეთები და უამრავი რაღაც ძალიან კარგად ვიცი მაგარხნის სისტემა. მაგრამ ასეთ ქალაქში როგორიც არის თბილისის დასახლებები, რომლებიც არის როგორიც არის მაგალითად თემკის დასახლება. იქ უნდა იყოს სწორედად საშუალო და მცირე წარმოებების N რაოდენობა, მათ შორის IT ტექნოლოგიებს და თუ გახსოვთ ეს ვინკოდს რომ მივერთა საქართველოს. ამ კოდის ქვეშ საქართველოში უამრავი კონკურენტული წარმოებების გაკეთება შეიძლება, სწორედად ისეთი წარმოებების, რომლებიც კონკურენტულს გახდის აი ამ მიმართულებებში. ეს არის თბილისის ადგილი, ეს არის თბილისის როლი და ის ადამიანები, რომლებსაც რაიონში სახლი აქვს, კარი აქვს და იქ სხვა სამუშაოები ისინი რომ გავლენ, ამათ უკვე რეალი, ისინი რომელიც ესე იგი თბილისში თლათ ინტეგრირებულები არიან, ოჯახები და შემოწმებული, მათ უკვე გასახანის არეალი არის ძალიან დიდი. უკვე დასასაქმებელი თბილისში არის გაცილებით ნაკლები იქნება და გამოვა რომ მთელი მოსახლეობა რესურსების მიხედვით განსახლდება და მთელ ტერიტორიაზე დასახლდება და არ იქნება რომ მოსახლეობის ნახევარი თბილისშია და დანარჩენი ნახევარი მთელ დანარჩენ საქართველოში. ვერაფერს ვერ ვიყენებთ, ვერც ბუნებრივ რესურსებს, ვერც ადამიანის რესურსებს. რეგიონებში უამრავი რამის შესაძლებლობაა. რეგიონების გაერთიანება შეიძლება ერთი და მეორე კომპონენტით ერთობლივი პროდუქტების რეალურ თვითმმართველობა იქნება ეგ, როდესაც სწორედაც ბიზნესი მიაწყდება რეგიონებს, სწორედაც რომ კონკურენტულ საგადასახადო პირობებში, სწორედაც რომ ინვესტირება მოხდება, აი უცხოელი ინვესტორი მაგალითად რას ავოს. რატომ უნდა დავაბანდო მე საქართველოში ფული, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 7 მილიარდი ანაბარი ბანკში უდევს, რატო თვითონ არ აკეთებს ფულის ინვესტირებას და ნახეთ კითხვაზე პასუხი არ არის. არ არის, რა შეიძლება. და სწორედ მაგიტომ არ იქნება ეს პასუხი. გარდა მაგისა, რამდენი მილიარდი აქვს საქართველოს ესე იგი ბიზნესმენებს უცხო ქვეყნებში ინვესტირებული, ესეც ხო იციან. ეს უკვე მისთვის არის მთავარი მანიშნებელი. ანუ თუ საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყანაში აკეთებს ინვესტირებას, თუ საქართველოს მოქალაქე 7 მილიარდს ბანკში დებს და ინვესტირებას არ აკეთებს, ამ კითხვაზე სანამ პასუხი არ ექნება, ის აქ არ შემოვიდა. რეალურად არ შემოვლეთ. თემო ძალიან ცოტა დრო რჩება რა, ეს 15-14 წუთი რჩება და ერთი იდეა მაგრჯოდა ახლა. მე მახსოვს, აი ხალხო არ ვიცი თქვენ ეს პერიოდი გახსოვთ თუ არა, ნუ ვინც ახალგაზრდები ხართ არ გეხსოვებათ. 80-იანი წლების ბოლოს, აი 88, 9 წლებში
თემური და მისი ძმა ითვლებოდა შუქურად, რომ აი ჩვენ ნიჭიერები ვართ, აი ჩვენ ტექნიკური გარღვევების ლიდერები ყავთ. ესეთი არის თემური. აი დაამერწმუნეთ ხალხო, აი ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი გამოგონებები აქვს თავად თემურის და ორგანიზატორი, აი კარგი მენეჯერი არის. იდეას გთავაზობ თემური. თემქა იყო თბილისის ელმავალ მშენებელი ქარხანა, იშიფრება ეს. რა არის იცი? მოგვიწევს ჩვენ ადრე თუ გვიან ტრამვაის ესე ვთქვათ ხაზების თუ ნაკადური ხაზების კეთება. მე ნახე გადაცემა იყო მინსკში ამზადებენ ტრამვაის, ჩელიაბინსკის ამზადებენ. ჯვარ არის ძნელი მაგის გაკეთება. ეს ახლა ეს შემთხვევით ტიპებს მისცა ბენდუკიძემ ჩელიაბინსკელ ვიღაცებს მისცა ეს თემქის ქარხანა. აი რა ვიცი, რაღაც დიდი სახელმწიფო პროექტი რო გაკეთდეს და მინდა რომ შენ ეს ამაზე იფიქრო. რომ აი ქართული ტრამვაი გაკეთდეს. არ არის ძნელი, სამჯერ თუ 4ჯერ უფრო სწრაფად გაკეთება ვიდრე ერთი ელმავალი. ელმავალზეც რა მთელი აგრეგატები საზღვარგარეთიდან მოდიოდა ხო. არ იქნება ძნელი, არ იქნება მძიმე და აი მინიმუმ 600-800 ისა ტრამვაი დაჭირდება თბილისს. ალბათ ამდენი არა, მაგრამ მეტი 100-მდე დაჭირდება ბათუმს. დაჭირდება ქუთაისს. შემოვიდეს მასობრივად კაუჩუკიან, ესე იგი რელსებზე კაუჩუკს აფენენ და უხმო არის. გადავიდეთ ამაზე. აი იდეა არის საინტერესო და აი 7 მილიარდი ვიღაცებს რა თქმა სააქციო საზოგადოება შეიქმნას და თვეში რომ 3 ვაგონის გაკეთეს, უკა ხო თანხაა და ექსპორტზეც გავა. აზერბაიჯანიც იყიდის, სომხეთიც და თურქეთში ისინი რა ვქია ტრამვაი მოდაში არის. ცადოთ რომ მათთანაც გაიყიდოს. თემქა გვიათ ელექტროვაგონს შემკეთოს ელმავალ მშენებელი ქარხანა და აი რაღაც ძალიან ლამაზი, კარგი ფერისა და შუშებში ჩასმული რაღაც საინტერესო პროექტი რო გაკეთდეს. ამ იდეას იქნება გასაქანი იმ შემთხვევაში თუ თბილისის მერიაში იქნება მიღებული გადაწყვეტილება რომ კონკრეტულად სად შეიძლება აღდგეს ტრამვაი. თუ ესეთი იქ მაგალითად იგივე თემქის ტერიტორიაზე რადგან არის თბილისი აი მთაგორიან ადგილას ტრამვაი არის ფანტასტიკა სან-ფრანცისკო აიღე აი ესეთ აღმართებზე მთაგორიანი მაგ პრობლემა არ არის არ არის თქვა მინდა ისი ეგზოტიკური ლამაზი იქნება სან-ფრანცისკო შედი ინტერნეტში ფანტასტიკური ტრამვაები აქვს ვიცი ნანახი მაქვს ხო და ბიჭო აი მე მაგალითად ტრამვაი გზავრობა უფრო სასიამოვნოა ვიდრე მეტროზე სასიამოვნოა აი რო ჩიტაძის ქუჩაზე პატარა ტრამვაი რო გაკეთეს მეტრა 80 ციგანისა და აღმართებზე სულ ადიოდეს ეგეთ აი ორიგინალური ქვეყანა გავხდებოდით მთაგორიანი ქალაქებისთვის, აი აღმართიან იმებისთვის ტრამვაების მომარაგებელი ქალაქი გახდებოდა აი ესენი თემქის ქარხანა. კი, ეგ სტრატეგიული მერიასაც ავიწყოლიეთ ყველასაც. მithumet წარმოება სხვისია, რა თქმა უნდა, ეს უნდა ჯერ ქალაქში იქნეს გადაწყვეტილი, იმიტომ რომ ქალაქში ტრანსპორტის პრობლემა თქვენიცით ძალიან სერიოზულია. სერიოზულია, ჩავარდნილია გაზო 150 ქეციანი ავტობუსი უშველის 2200 ჭირდება თბილის რომ გამართულად მუშაობდეს ავტობუსი. 150 ჩამოდის სექტემბრი. სხვა შეწეთია. გადა იდეა, აი გადაარჩინე რა შენი 50000 კაცი იქ არის დაუსაქმებელი. აი ეს ხალხი რომ იმ ქარხანაში ისევ დაბრუნდნენ უნიკალური მიმწოდებლები ვიქნებით აი იმიერკავკასიაში იმდენი ქალაქებია მთაგორიანი ისინიც იყიდიან კი ბატონო დავით მაგრამ მიუხედავად იმისა რომ მე თემქის მაჟორიტარად ვაპირებ კენჭისყრას მე მაინც სისტემურად უყურებ ყველაფერს და საქართველოზე უყურებ მარტო ცალკე თემქის და ვერცერ არც ერთმა მე მაჟორიტარ მართვას რომ ჩემ რაიონს მოვაწყობ 60-ს და დანარჩენი შენ გამომგონებელი ხარ თემურ აი მართლა კარგი ძალიან ბევრი თემა მაქვს მართლა ბატონო გეტყვით უამრავი თემა მაქვს რომელიც დღესვე არის სავალუტო დღესვე არის კონკრეტული კი აი ამ წუთში რაღაც გაგვახარეთ რომ ყველას ღაფრებს ყვირდება საქმეს არავინ არ აკეთებს მე მათ შორის ნუ არა ხა ხელისუფლებას მინდა ერთ მიმართულად ისრულ გადამყანებთან დაკავშირებით ეს ამბავი დაიძრა რკინიგზის დეპარტამენტი ჩაერთო დიდი ინტერესი გამოიჩინა ამასთან დაკავშირებით უკრაინამ და ეს გრანდიოზული პროექტი იქნება და ვფიქრობ რომ საქართველოს შეუძლია აქ ძალიან სერიოზული აქ პოლიტიკაც არის იმიტომ რომ თუ კი დედამიწის ნახევარ ნაწილში რუსული სტანდარტი მუშაობს და შენ იქ სერიოზულ ცვლილებას ახორციელებ, ესე იგი შენ იმ ცხენზე ზიხარ. ეს არის თემა შემოსავალს მოგიწევს. ეს მაგიდია მახსოვს კაცო და გადასავალ. ნუ აი ხლა ეგ იმაში აქტივშია და აკატკავ გადის, ხო? კი, ისე რომ ეს თემა ძალიან სასიამოვნოა. მაგრამ არის აი ეს მოდით მეორე ნაწილიც. ამ ყველაფრის მეორე ნაწილიც არის.
ჩვენ ლაპარაკობთ იგივე განათლებაზე, იგივე. აი განათლება იმ საკითხს ემის, რომელზეც გითხარით. იმიტომ რომ სხვაგვარად თუ არ არის კონკურენცია და კომპანიები არ ითხოვენ მაღალ კვალიფიცირებულ სპეციალისტებს, ხო? როგორც არ უნდა ვიზრუნოთ ჩვენ განათლების დონის ამაღლებას, შედეგი არ გვექნება. და რომ წარმოვიდგინოთ, აი ჯადოსნური ჯოხი რომ საქართველოში ჰადა შევძელით და კემბრიჯის დონის სტუდენტები ამთავრებენ, ხო, სპეციალისტები. საქართველოში კაცშვილი არ დარჩება თუ ეკონომიკა არ მოიყვა, იმიტომ რომ მათი სარგებელი უნდა იყოს ამ ქვეყანაში. აი ეს არის რამოდენიმე საკითხი, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, თან დააკვირდით, ბიუჯეტიდან კაპიკი არ ჭირდება იმაზე, რაც ჩვენ ვილაპარაკეთ. იმიტომ რეგიონებიდან ეხლა შემოსავალი არაფერი არ არის. ეხლა რეგიონებიდან გაჩნდება 2, 4, 6 და 8%-იანი ზონებიდან შემოსავლები გაჩნდება. დაბეგრვა იქნება არა კომპანიის რეგისტრაციის მიხედვით, არამედ რეალური საქმის წარმოების მიხედვით, ესაა კიდევ მნიშვნელოვანი. მესამე არის კიდევ მნიშვნელოვანი ის, რომ შესაძლებელია მთელ საქართველოს რეგიონში რესურსები ავიცილოთ, იქნება უკვე ხელმისაწვდომი. თბილისის ფუნქცია გახდება ადმინისტრაციული ქალაქის ფუნქცია, საბოლოო ჯამში დავდივართ იმაზე, რომ საქართველოს შესაძლებლობები როგორც უნდა იყოს ისე განიშლება იმის მიხედვით, როგორც წესი და რიგია. ეხლა დანარჩენ ნაწილებში სად შეგვიძლია ჩვენ კონკურენცია გავწიოთ, ბატონ დავით, შეგვიძლია რამდენიც გნებავთ იმდენი თემა შემოვიტანო და შეგვიძლია საათები ვილაპარაკო. თემურ ვართანიჭიერი კაცი ხარ, მე მახსოვს კაცო რა, მარტა გენიალური პროექტები გაქვს და გაიტანე, ეხლა მე მათამ წდება გული, რომ ეს შენ მოსმენილი არიყავი იმ პარლამენტში. რატო იცი, პარლამენტში არ იხარშებოდა, სადღაც თავრობის კულისებს მიღმა, სადღაც წდებოდა რაღაცეები და აი შეძელით რა რომ პარლამენტში ხარშებოდეს ეს ყველაფერი. ხაიხსენე რა გინდა ეს ისა რა ქვია სუეცის არხის განხილვა ხდებოდა ინგლისის პარლამენტში. აკლებული ქონდათ იგავრობა. რა ვიცი აი მიაღწიე რა თემულა. კონიერი კაცი ხარ, ენერგიული კაცი ხარ. იაპონელები გისმენენ და 150 კაცი უნდა აიძულო რა რომ გისმენენ. რატო 159 მაინც. მართლა ისახა რა ეს განსკივრი ხარ იდეებისა გაზოდა. მე შიგნით ბევრჯერ მქონდა ამ თემაზე კამათი, ბევრი თემა წამოწე, მაგრამ როგორი მომენტია იცით, როდესაც გულგრილობა შეასწრები. კედელს შეაყარეთ, მე თვითონაც არ გინდა. მე მაგალითად ორივე პრემიერ-მინისტრს მიწერე წერილი ერთ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. ეხლა ვინ დაიჯერებს აგერ მოსახლეობას პირდაპირ ეუბნება, არც ერთისგან პასუხი არ მივიღია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემო თანაშემწე არაერთი ზარი განახორციელა. ეხლა დეპუტატი ვარ, ხო? აი, გამომგონებელი ხარ. უბრალოდ იმის ესე იგი დოკუმენტი არ დატოვეს, ესე იგი უარს ვერ იტყოდნენ. თანხმობა სხვაგვარად იქნებოდა. აგენი მიმდინარე საკითხებში იყვნენ ჩაფლულები ორივე. ეს მიმდინარე საკითხი რა არის? მიმდინარე საკითხი არის ის, როდესაც ქვეყანაში მართლაც სამუშაო ადგილების შექმნა შეგიძლია. მოქალაქე ციფრებში კი არა, რეალურ ცხოვრებაში ხედავს იმ წინსვლას და იმ გამდიდრებას და რეალური მოქალაქე რეალურად თავქვავს, რომ აქ ქვეყანაში რაღაცა მართლა კარგად არის. ის რომ მე დაუშვათ ვიღაცა მეუბნება, რომ კარგად ცხოვრობ, მაგრამ მე ვერ გრძნობ. დედი ბოდიში და მირჩევნია მე თვითონ გრძნობდე რომ კარგად ცხოვრობ და სულ არ მჭირდება ეს ციფრები და თემრიკა 4 წუთი დამჭა და მაინტერესებს ალბათ დადიხარ ახლა თემქაში და აი განწყობები და აი მთავარი მესიჯი ხალხისაგან რა არის ხაზგასმული პრობლემა რა არის უმუშევრობა თუ რა უმუშევრობა არის ყველაზე ნომერ პირველი პრობლემა მერე არის იქ სადღაც ნუ ხანდახან მოსახლეობასაც გარკვეულად სხვაგვარი ხედვა აქვს რომ რაც აღმასრულებელი ხელისუფლების გასაკეთებელია იმას რატომღაც დეპუტატს უკავშირებენ ხო ეს პრობლემა სერიოზულად არის თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლობას ძალიან სერიოზული პროექტების გაკეთება შეუძლიათ და არსებობს ესეთი ფონდები და ფინანსები ხელმისაწვდომი თუ ისინი ამას იზავენ მაგრამ ისინი ხომ ყოველ დღეს გახსოვთ 2013 წლიდან ვლაპარაკობ კადრების დეფიციტზე, პრობლემაზე, რომ სწორად არ ხდება კადრების შერჩევა, რომ რეალურად კადრები არსებობენ, მაგრამ ინიშნებიან არა ისე როგორც საჭირო, აქედან წამოვიდა მე პრობლემები ტენდერებისაც იმის, ანუ ეს პრობლემა რეალურად შეიძლება ადამიანმა აიტანოს და თვალი დახუჭო, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია, მაგრამ რისი გაკეთებაც გუშინ იყო შესაძლებელი და ვერ გაკეთდა, არ კეთდება ესაა თორე ყველას ესმის რომ ერთ დღეში ქვეყანა არ შენდება ყველას ესმის რომ ქართული ოცნება მართლა ეგეთ სერიოზულ გადატრიალებას ვერ გაკეთება მაგრამ რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ ამ ყველაფრის გაკეთება ნამდვილად შეიძლებოდა შეიძლება იქ რუსეთთან ვერ დაალაგო ურთიერთობა კიდე სხვა პრობლემები იყოს მაგრამ აქ თუ შენ მართლა ეკონომიკური ჰაბი ხარ შენ თუ აქ ფუნქციას იძენ და სერიოზული ქვეყანა ხდები მაშინ მერწმუნეთ პოლიტიკაშიც ფიგურა ხარ მე ხარ უკვე მოსასმენი დღეს შენ შეიძლება მართლაც არავინ არ გითხოს იმიტომ რომ რას წარმოადგენს რეგიონში
არც არაფერს. რეგიონში უნდა იყოს ქვეყანა, რეგიონში უნდა იყოს სახელმწიფო, აქედან უნდა ჩანდეს, რომ მოდის იდეებიც, მოდის პროდუქცია. რა ისმინოს, მაინც მაინტერესებს, აი ხალხისგან რა მესიჯებს კრებ შენ ეს დღეები რო დადიხარ. განწყობები არის ძალიან აი ჭრელი. შენგან რასელიან და აი რას გეკითხე, ძირითადად ახლა ალბათ დაალაგებული გექნება ძირითადი კითხვარი, რომელია ნუ აი დომინანტი კითხვები რა არის და დომინანტი კითხვები შეშველება რამე მესმის. მე დომინანტი კითხვებია არსებობს თუ არა შესაძლებლობა რაიმე დასაქმების და რა წინადადებები გაქვს ამასთან დაკავშირებით. მეორე, რა თქმა უნდა, აინტერესებს პენსიებზე რა მატება იქნება თუ არა, მაგრამ პასუხი მაქვს ძალიან მარტივი, რომ თუ ეს დასაქმება არ იქნება, პენსიების შემოკარგება ვერაფერი ვერ შეუძლია და არც არავინ არ მოგატვით, იმიტომ რომ ვიცი, სხვა პარტიები დადიან, ზოგი 500 პირდება, ზოგი 600 ლარს პირდება და ზოგი ამბობს, რომ თავიდან 340-ს მისცემენ, მაგრამ აი 4 წლის თავზე ის უკვე 600-700 ლარამდე გაიყვანს, რომ თურმე მინიმალურ ხელფასებს დაახლოებით 400-500 ლარამდე აიყვან. ახლა ასეთი რამეები არ მოსახლეობა ელოდება რეალურად. რა შანსი არსებობს დასაქმების? შეიძლება თუ არა ოჯახის წევრები უცხოეთისკენ არ იყურებოდნენ და აქ კონდეთ იმედი დასაქმების და მართლა არის თუ არა შესაძლებელი რომ თბილისში ადამიანა ღირსეული ცხოვრება. რა თქმა ისმინოს და მაინტერესებს აი პირადად შენ და მე როგორი განწყობა აქვს თემქელებს. ნუ მაგას დავინახავთ ახლა არჩევნებზე არა რა ხდები, ნუ აი მაინტერესებს. ხალხთან მე ძალიან კარგი კომუნიკაბელური ხარ და ხალხის სიაღი და ხარ კაცო წამოსული და მიგიღებენ. თან ცხოვრება მაქვს ისეთი გამოვლი ვერ შემომძახებენ იმას შენის არ იყავი ეს პრობლემები მე არა მაქვს ამიტომ ეს აბსოლუტურად კომუნიკაციის პრობლემა არა გაქვს ხალხთან. და ვერავინ ვერ გამიხსენებს ვერ წინახი ხელისუფლების დროს გაფუჭებულ საქმეებს ვერც იმას და ვერც პარტიიდან პარტიაში ხტუნავს და ვერაფერს გავს ან რაიმე ისეთ გამონათქვამს რომელიც ქვეყანამ ძალიან ცუდად კარგი ადამიანი ხარ თეონ მე გულწრფელად გევნები მე ამაყები რომ გიცნობ და როდის კაცო ეგ 30 წლის წინ ისე იმადა იმართა გოგონით მოდიოდით თქვენ და თქვენისთანებიდან რატომაც ესეთი ადამიანები სადმე მოსმენის ის კი დეფიციტია კულტურაც რომ ეხლაც დავაგუგუნებთ უნდა დააგუგუნოთ და დაბადებული ხარ ქვეყნისას და მინდა რომ ქვეყანას გამოადგე შენი ნიჭი მადლობა წარმატებული მინდა რომ იყო და დიდი მადლობა დამიჯერეთ თემქელებო აი ბევრი რაიონი და ბევრი ისა ქალაქი ვერ იატრაბახებ და ისეთი ადამიანია ჩვენი თემური და მინდა რომ გიხილო პარლამენტში. მადლობა თემურ წარმატებით გევლოს. მე ალბათ მე კიდევ და კიდევ მოგიწევთ ეთერში. ახლა უბრალოდ მართა მაინტერესებდა აი ეს რო გავიგერო მესამედია მარტო დასაქმებული რაიმე გზები მეთქე ადამიანებს ოპტიმისტური რაღაცა შევთავაზო და ღმერთმა ქნას რომ გამოვიდეთ ეს მე მაინც გირჩევ იფიქრო რომ თემქის ისა ქარხანა რომ ტრამვაების ქარხანა გადაკეთდეს და შენ იყო ამის იდეის ავტორი. მადლობა დაგველოდეთ ხალხო. აი პატარა რეკლამა და ბატონ ჯუმბერ პანჩულიძე გვეყოლება სტუმრად. დაგველოდეთ. დიდი